უბუში ძალიან საჩინელობა დაგვემართა. ტაქსისტებს მეტად იყო. აი მე ალბათ თელი ცხოვრება მარტო მაგას ვინანებ ყველაზე მეტად. მოყოლაც კი არ მინდა. ეს ქვია გინე დაიწყე მიდი დეტალებში თან არაფერი გამოტოვო. მოკლედ ტაქსიში რა ჩავჭიქით ამ კაცმა თავიდან რაღაც ძირად გაიცინა რა. ჩვენ უბრალოდ მივეცალმეთ და თვითონ თქვა რომ წავედით გლდანშიო რა. ხო, 5 წუთი არ იქნებოდა გასული რა ჩავჭიქით რა და რანაცნობის სახეები გაქვთ თუ ასე გვითხრა. ნუ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ რა. მე რა ცოტა ხანი რო გავიდა, მე მეუბნებოდა რომ მისამართი რო არ მიგეთითებინო ცოტა თვით სადაც ცხოვრობ. მიხატავი ბიშის განეგრევი გავქრებოდი იქ. გოგო სეიფი ვარ გაქვთ მოძერილი, ყველა გოგოს უნდა კონდეს რა. უფრო უსაფრთხოდ ვქნებ თავს, რომ რამე სიტუაციაში აღმოჩნდები, ეგრევე გზავნის სულ შეთხობინებას რა სანდო კონტაქტთან. თუ უფრო რაღაც ისე გქნობ თავს რა. დაიცა გითხრა ეხლა ეგრე უთხრით იქოს რომ ცოტა სადაც ცხოვრობ, მეთქი დროზე მანქანა გააჭერეთ, უნდა გადავიდეთ მეთქი რა და კაი კაცო და გადახვიდეთ, მივედით აგერ უკვე თითქმისო. არ აჭერებდა მანქანას. აუ ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ მეთქი ზღვედი რაც უკეთია თქო. ხო არ მოვგაჭე და იქვე მოვგუდო მეთქი, მაგრამ მე ავარია მოგვივიდო და რო გააჭერა მე კორპუსთან მართლა მოვგაჭე ეს ზღვედი ეკლა გადავიდა მანქანიდან, გაუღო მძღოლის კარები და მაგრა დაჟეჟა. ანუ რასანახაობა გამომიტოვები, მაგრამ ეგრეთ მოიგეთ რატო გწყვინეთ პირიქით საღოლ თქვენ. უჯერ თავარი არ მithქვამს, რომ ვეღარ გაუძლო ამ მძღოლ მოჭერილ ღვედს და ტეკლას ციხლებს, დაიხვიდა უწყო და თიკო რას აკეთებო და იქვე გავკვავდი. გოგო ბიძა ჩემი აღმოჩნდა გოჩა ხო იცი დედა ჩემი ის ძმა. თურმე გვეღადავებოდა და კუდი ეფარა ვერ ვიცანი. აუ რა მაცინებს. მიხადავები გოჩაცემით? ოღჭი. მაგრამ თქვენ დაიცოდეთ ახლა ზოგადად ტაქსის წინ ეგრე უცხოთი პიროგი ლაპარაკება, ეგრე ვეღარ გძნობ თავს უსაფრთხოდ რა. დამიჯერე, გადმოწერე save you. დე ბავშვებო, უნდა ვიქეიფოთ იქ ეზოში და რამე გვაგზირს რომ დავაფინო დასაჯდომად. ეს რა ვიღო? რა უნდა აიღო ბიჭო, ჩემი აბრეშუმი შარვალია ეს. ეკრემა მზერებს რაღაცა ძველი პლეტ და მოგიძებნი. ბავშვებო, იქითკენ გადით ხესთან და მოვალმეც. მან დააწყეთ ეგენი. ანასტასია ზერატოსებიც აწაიღე. სამზარეულოშია მეორე კარატაში. მაგრამ სულ არ გაზიდუხეთ და მიტოვე მეც. და არ იხმაუროთ კიდე წივილ-კივილი როა ხოლმე. აჰა, ეს წაიღე, დიდია და გეყოფათ ამ ყველანი დაეტევით. ეგ პარკი წაიღე, მაგრამ ნაგავი ჩაყარეთ შიგნით. ბებო, იქ სიმინდი მოვიტანეთ წეხან ბავშვებთან და მაგით გეხოცე ბატიბუდი გავიკეთე რა წაფაზე. პროფესორ გავაკეთებ ძებდა მეფნა წაღანას უნდა ექსემენტი. რანაირად დაგებნა? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეგ სიმინდი უკვე ქათმებმა შეჭამეს, თუნდაც საკათმეში დაეპნა. არ გესმოდა წაღა ქათმების ბედნიერი კრიახი? ოპა, მარტო ამ ზელატოსით ვიქეიფოთ. რანაირი ლაპარაკია კამბავს რა. გამოიტანა მე ნიკოლაძეების ბავშვები ამის სამოყანილი ერთ თავი ყოლი და გეკეიფოთ. მაგრამ წუწუნაკები რო არიან ეგენი მის დღემში დუსხისი უნდათ მარტო. დე წამო ესენი იქი წამაღებინე. აბა როგორ ახართ ბავშვებო, რა მოგართვათ ახლა? ჭადები გამოგიცხოთ? აუ კი რა, დედა ჩემი ძალიან მაგარ ჭადებს აცხობს. აუ მარი ხელი ზოგობა აკაცოც და დე მოკალი. ვაი მომეც წუსტი. აბა მოკალი? რანაირად მოკლევდი, ბარბარეს უთყავდი. მარი ეს არის. მე შემომტენა ინგამ შენი საყიდლები. რა უნდა ვიყიდოთ? მიწერია სია. 6 მათემატიკის როეული, 4 ქართულის, 3 კალამის, 3 შავი ფანქარი და ფერადი ფანქრები. კიდე 1 საშლელი, სათლელი და პენალი რო ეგენი ჩავაწყო. შეუფეთურება სკოლის ამზადეთ მზითვები. რა ჩვენი? მოიცა პენალი ხო გქონდა შენ? ის დედამ აიღო, ძაფები და ღილები ულაგია შეგნით. შენ ხო თქვი რომ ქეშბექიაო და არ დაიხარჯება ბევრი ფული. ხო თბილისის მოსწავლისთან ახალი ბარათი თუ გადაიხდი და თან 18-23 წლის ხარ 40%-იანი ქეშბექი გექნება 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით საკანცელერო ნიუტებზე და რაღაც ტანსაცმლის მაღაზიებზე, მაგრამ ტანსაცმელზე იგამ წაგიყვანოს. ხო, ტანსაცმელებზე სულ დედას მივყავარ ხოლმე. აუ რა ცუდად რო ყოფილა დადეგებიდან სკოლამდე. მან და ქართულის როულები მანახე. არ გამოგიშო სპაიდერმენის როული აღარ იყიდო ეხლა, გაიზარდე ცოტა. კაი ხო, მაშინ მანქანიანებს და მოტოციკლეტიანებს ვიყიდი. ეს ფერადი ფანქრებიც ავიღოთ. რა ფასიანებია? ეს 5 ესენი 18. აიღე ეს 5. დიდი მხატვარი შენ ხარ ახლა. ანასტასია ქეშბექი რამდენია გეყოფა შენ საყიდლებზეც? და 750 მაქსიმალური 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით ქეშბექი, მაგრამ სტუდენტებს მე კიდე ძალზე ვიქნება. 6 სექტემბერს 150 ლიმიტი ისევ 40%-იანი ქეშბექით. ხო ინგა. ანასტასია მათემატიკის როული არ იყიდოთ ყვავილებიანი ღიზიანდება მასწავლებელი. რა ღიზიანებს? რა ვიცი ახლა გაუთხოვარი ქალია. ანასტასია ნახე ჩვენ მეზობელ გიორგის გავს. ავარჩია ყველაფერი და მოდი გადაიხადე. გამარჯობა, იგინი გავატარო და თბილისით გადავიხდი. ხო ქეშბექი დღეს.
დიახ არის, პარკი გნებავთ? კი მნებავს. დე ხვალ გეწყებათ ფეხბურთიო მასწავლებელმა, ახალ ბავშვებს იღებენ კიდევ. მიიღებენ ომარიკო აბარა იქნება ამ ხელა სტადიონი აიღეს კაცო. სულ დავათვალიერე ყველაფერი ხო იცი. განათებები ახალი, ბადეები ახალი, ბალახი ახალი, კარგად გაუკეთებიათ. უკაცრავად ახლები ხართ თქვენს, ახალი ოყური მოვკარი, პირველად მოვიყვანე მეც ბავშვი და უნდა ჩავწერო. ჩვენ ერთი წელია დავდივართ უკვე, ხო? თქვენს დადიხართ ფეხბურთზე? არა კაცო, რამე დავდივარ ბავშვი დამყავს. არა დავდივართ რომ თქვით ეგ გრამატიკულად არასწორია, მე ფილოლოგი გახლავართ. გასაგებია. აი აქ უნდა ჩაწეროთ, ეს არის მწვრთნელი ბავშვი, მიიყვანეთ. გმადლობთ. ომარიკო მოდი აქ. ამ ბავშვთან არის მეგობრად, რომ გამოგიყვანეთ და ფეხბურთიდან. გიო მოდი აბადადექი კარებში, პენლებს დაგირწყავ. გიორგი მასწავლებელო, ერთი წუთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. ჩვენ ზბორებზე როდის წავალთ? რა ზბორებზე ქალბატონო ჯერ ვარჯიშები არ დაგვიწყია ნორმალურად და ეგ ადრეა ჯერ. ნუ ხა ზოგადად ადრე არასოდეს არ არის ჩემო კარგო, მაგრამ ნუ კაი. ინგა შეცახარ, ვაიმე საზონაში დაგხავს გოგო ბავშვი, ვერ წარმოვიდგენდი. დაიმე ლელა აქ ხარ შენ, გოგო საზონაში დამყავს მეც ბავშვი და ეხლა აქ რო გახსნეს ეს ფილიალი გლდანში გადმოვწერე აქეთ ბავშვი. ხო მეც რო წავიკითხე რომ გლდანის მანეჟის უკან იქნებაო ესე. ისე გამიხარდა რომ ეს ხო ჩვენი კორპუსია. ხო, ჩვენ საქმე არ ვართ გოგო 10 წუთში. შვილო, ომარიკოს აწავიდა. ეგენი შაურმებზე წავიდნენ. რა შაურმებზე წავიდნენ, კაცო? ვერ არის ეგ ბავშვი რა. ომარიკო, საწახვედი ვერ გავიგე შენ. დე ბიჭები წამოვედით შაურმაზე. მე ფული საიდან მქონდა ვერ გავიგე. შენი ბარათი მე მიდევს ტელეფონის კეიშში. მოხვალ შენ საჭი. წავედი ლელა უნდა გავიქცე. ლია ის თვაფლის ადიყიდე გოგო შენ, მაჩვენე ერთი რომელია 3 დღე მაგაზე მელაპარაკება ბავშვი გამაგიჟა რა აჭამე ეგეთი. აი ეგენი უკან ამხარესებს მწვანე შეფუთვაში მეც უნდა ვიყიდო დღეს აქციაშია. მანამდე აქ შაქარს ავიღებ, ხვალ ჯემი უნდა გავაკეთო. დაიმე აკეთებ უკვე, და მე ისე შევსდი შარშარო არ გავაკეთე რა. ეხლა ვფიქრობდი მეთქი კლიავი ჯემი ხო არ გავაკეთო, თქო უყვარს ანასტასიას და შაქარს კიდე რა ნახევარფაში ვგულობ ხოლმე ბორნაბიჩი. დაილოცოს ამათი ბარათი. აი მე კარგ გამახსოვდა როგორ ეჩხუბე გუშინ მაგ ბარათის გამო გოგო ომარიკოს. აბა რა გააკეთა გოგო, შაქარი და პური რო იყიდე ბარათი უნდა გამიტარო. 4 კულა დავკარგე. ხო უნდა გავხდე კაცო კლუბის წევრი. აი ეს ცეხვიც უნდა ავიღო კუბიკებად ჭრი ხოლმე ჩემი გვანცა რომ ის და პიცაზე ვაყრი ეს უყვარს რო. ხო ზოგავ კაცო ადამიანი დაზოგვას რა ჯობია, მამა ჩემს უყვარდა დაზოგვა. იმდენი ზოგა რომ კი მაგაგერ 60-იანი გლდანში, ხო? მეც პიკას გავარ სულ. სვანაიდი კაცი იყო ის. აბა რა, უია კარგი ბანანებია ხოლმე წამოავწონოთ. მიდი აწონე შენ აგერ ვიდგები სალავროსთან რიგში, ამ ბავშვის მერე. აი მინე და ამ სალფეტკებზე და საპნებზე თუ აქცია. არ წერია ხო? ეგ კულებზეა ქალბატონო. კულები ნახოთ და გადაცვალოთ მერე. მაჩვენეთ აბა ტელეფონი ამდენი კულა გაქვთ, მაგას უნდა 200, ხო? დაიმე არა ქალბატონო, 8 კულა გაქვთ სულ. აი. ეს რამდენი ღირს? 24 და 75 ბარათი გამატარებინე. არ მაქვს ბარათი, არ ვიცი. დედა მე გავატარებინე ბარათს რა პრობლემაა კაცო? ჩვენი მეზობელია გიორგი. თედო მქვია. თედო ხო? ლია მოდი აქეთ ვარ. ეს 25 კულა დავიდრე. ინგა ნამცხვარს ლიასთან მოწყობ თუ ჩვენთან? ლიასთან კაცო ისეთი ბისკვიტი ამოყავს მაგის გაზის ღუმელს, რომ სია შახედე მიდი შეგაწერია მანდ. მოიცა გიტყვი ნოუთებში მქონდა ჩაწერილი. შუალედური კონსპექტი მაღლივის ჭოლის სამსა აი აქ არის ნამცხვარი. ესე იგი ერთი ცალი შაქარი, კალეთ აიღე ხელში. აჰა, შაქარი ავიღე, ეს ვანილი. გაისუნი აქ ამას. კვერცხი ხო გვინდა? კი 10 ცალი. ხო, ეგენი იქით არის. ვა, თიქ შენც აქ ხარ? რა შენ მოხვედით უკვე? გოგო მოვედი ხომ არ დეჩმა სახლში ამოდიო ჯერ და მე საღამოს გავიდეთ თუ გინდა. აუ გოგო კი მეზარება დღეს, ნამცხვარს ვაცხობთ ლიასთან. ნუ ესენი აცხობენ მე უნდა უყურო. გოგო მომისმინე ახლა რო ავალ სახლში მოგიყვები რაც გავიგებ ეკაზიდან ენოზე. ოღონდ ხომ ახლა მოსმინო არ დამოყვა. ინგა ძლივს გიპოვი ამ სტაფილოსფერ ფასებს დაძებ თუ რასაკეთებ? გოგო ისედაც სტაფილოსფერი და მწვანე ფასები არ არის ყველგან, ისეთი აქციები კლუბის წევრობაზე. მისმინე მანდ ბრძეგვი წერია. რძი, დაიცა. არ წერია. ხო, კაი, მაინც ავიღებ ბახველებს ომარიკოს და დავალევინებ. ომარიკოს როდის ახველებს? კაი ხო არ ახველებს, მაგრამ ისეთ ფასად არის რომ სამომავლო ხელებისთვის ავიღებ. კაი ხო ჩადი. თეკლე კიდე აქ შემოხვედი, რა მინდა გავიწყდა?
ანუ შანსი არ არის საყომდი ვერ მოითმედი აქ ჭორი რო არ კითხე რა. ესე იგი ბეკას თურმე გუში. ლელა ნახე ქორწილის ფოტოები. შლაპე კარალიო კი მაგ ნაიდი. ესე იგი დამოაყვანინე სამშვილიანი გოგო ცვლად მე არ ვიცი რა. რამე ხო რა ჭამე მეთქი მაგას ვფიქრობ. ეგრე მგონია მეც. ვირისტვინი, ლაპარაკობ ტელეფონზე მე მგონი. გოგო ლიანა იყო მაგათ ქორწილში და თურმე ხალხის უდამშეული წასულა ქორწილიდან იმდენად არაფერი არ იჭმეოდა თურმე რაღაცა გაყიდული ბლინჩიკები ეყარათ მე მგონი მაგიტაზე. რა ბლინჩიკები გოგო ვარაჩოლებრივი ჩახაკული გავაკეთე დილით. აყვა ახლა ესეც კუდი არავითარი ბლინჩიკები ხან ორივე არ მომიშალოთ. აი დადუხდა წყალი. დედა დამელოდე 2 წუთი რა გეხვეწები. გეხვეწები ვიყიდოთ რა ბლინჩიკი. გამომეცალეთ ამ ფეხებში ნომერები და. მინდა. არა პეტროვი მეშე. ნუ მაჯღრე ხოლმე ეგრე. ჯოქში ხალხო ისმის ტელეფონში ყველაფერი გამოჩიმა. ლელა, გოგო, კარზია ვიღაცა, ზარს რეკავს ხო და დაგირეკა 2 წუთში რა. კაი. შენ თوار მიგაციყვდილო მაგის სადახა რომ არისო რა ვერ მოხვედი. გეილოდები აქ ორი ნაბიჯის წინ ვიყავარ კაცო ამატანინეს პროდუქტები, ჭამწდა ხელები მძიმეა. ლედი. შენ რა ძახო? რა ვახარ გოგო? ვაიმე ინგა ისე ჩაგიარე გოგო რომ ვერც გიწდობდი რო არ დაგეწახა. რას მიწდობდი 40 ლარი გაგჭენდი ვარ. გოგო ვერც მე დაგინახე უცბად, ხო? მოიარეთ ქუთაისი. მოვიარეთ, კი წუხილის ჩამოვედით, ძვირფასი ქორწილი იყო, ისე გავერთეთ, რომ გაერთეთ, ხო? მეც გავერთობოდი პალებით. მომარიკოს ველოდები, სკოლიდან მოდის ამატამინოს ერთი ეს პროდუქტები და აჰა, მოდის აგერ. დი შემაჩამებელი შათიკულა მივიღე მასწავლებელმა გამოსწორების გზაზეც გახარო. აჰა, ოჩახ შენ. წამოდი ხლა ამატანინე ესენი, იმდენი რაღაცა ვიყიდე გოგო, 1.40 ლარის თან ქულებს ვაგროვებ პარაცზე და კი ამბობდა ჩემი მეზობელიც ვაგროვებ მაქულებს და მე ვცვლიოდა. კაია ესე იგი. გადასარევია გოგო რას ამბობ. აი შენ რო გაქვს ჩემი ვალი 40 ლარი. ჩავთვალოთ რომ ეგ დამიბრუნებითო. 40 ლარის პროდუქტებს რო იყიდე 7 წელს განსხვავებულს, დაგერიცხება 2 მაგი ქულები, 80 ქულა და 300 ქულას რო გვეხდები კლუბის წევრი. მაგათ აქციებს და იმებს იმაზე ვნახულობ ხოლმე ხან Facebook-ზე, ხან მაგათ აპლიკაციაში. დი 300-ზე გამახსენდა, 300 არაგველზე მაქვს მოსაძიებელი ინფორმაცია. და რა ბიჭია. კარგი ინგაბა და მოგაწვდი მე ამ 40 ლარს ამ დღეებში უსიკვდილოდ. დი მასწავლებელმა რო წაიკითხა ჩემი მოძიებული ინფორმაცია 300 არაგველზე, მთელი კლასი იცინო და შეხედე. ჩვენი რა დაწერე ეგეთი. მეტროსადგური 300 არაგველი მდებარეობს თვი. ბავშვებო ეროვნულებზე ხართ? წარმატებები. რაფერიოდო ამ ბავშვს სახელზე. გოგო რა უნდა მეკითხა? წუხელის რა ხმაურდა ცივილტივილი გამოდიოდა ხუციშვილებისგან. ვაიმე არა გიგია შენ ეგ. თურმე გუშინ ეგ დათო ქმარი მოსულა სახლში ნასვამი, ხო? მე რა სახლში წაუგრძელებიას მაგრამ როგორც იციან ხოლმე. ხო და რაღაცა შეგამათება რომ მოსვლიათ მე ცოლ-ქმარს სოფოსთვის კბილებში შეულეწია თურმე ღვინის ჭიქა. ასეა საქმე. უკაცრავად ქალბატონო, ეხლა თქვით რომ კბილებში შეალეწა ღვინის ჭიქაო? ხო გეუბნებით თუ შუშანიკი მომეთქი ჩვენ ვარიანტში. არა შვილო ამბავი მომყევი უბრალოდ. მიშველი არსად არა თქვა ეგ. მისმინე, სახლიდან წავიდაო სოფო წეღან ამბობდნენ გოგოები, გუშინდელი ჩხუბის მერე და საცხოვრობენ სოფოსიანები. ვაიმე, სოფოს დედმამა ცხოვრობს რუსთავში. ხო, იმიტომ რომ მაგათ რო ახლა აქ რემონტი ქონდათ, სოფო ერთი პერიოდი იქიდან დადიოდა ხოლმე. ხო, რუსთაველია. ქალბატონო რამეს თუ გვანიშნებთ პირდაპირ გითხარით რა. რუსთაველია მეორე ვარიანტში. არ მინდოდა ვეფხისტყაოსანი. არა შვილო დაწნარდი ვლაპარაკობთ უბრალოდ. და როგორ შეიძლება კაცვას ენერგიულობა. რა იქნება ახლა ნერვიულობა იმ ბავშვები. გოგო სოფოს დედმამა როგორ ცხოვრობს რუსთავში, სოფოს გადასვლილი ყავს დედა. და როგორ გადამწოდინდა გოგო ეგ. არა კაცო ეგ კალი არის სოფოს მამის მეორე ცოლი, ხო? სოფოს დედინაცვალია. უკვე ნამდვილად აღარ არის ესეც ცილო რა ქალბატონო. სამანიშვილის დედინაცვალი მოვა ხო მეორე ვარიანტში. არა შვილო რა ჩვენ გინდა ეგ მოვა გამოცდაზე. და სიტყვა ვეღარ მithქვამს როგორ დავიღალე რა. მე დაღლა შენ უნდა გენახა გუშინ თენგიზის გასვენებაში. 2 საათზე რო გამოიყვანეს კორპუსიდან, სასაფლაომდე ვიარეთ სულ ფეხით. აი მე როგორ უცბად დაიღუპა რა. გასაცოდავებული ცხოვრება ხო ქონდა, სიკვდილშიც არ ქონია ბედი.
აუ დიდოსტატის მარჯვენა მოვა. მარიკო ხوار გასულ ხარ სახლიდან? ხო ამან მშვიდობა ცეცხლი ხო არ გაჩნდა? კაი ხო აღარ მესმის შენი ხმა წყდება ეხლა. ხო არიჭერს. სტიკერს მოგცემ მეშინ. როგორ მეშინია ხოლმე კაცო ამის სახში მარტო დატოვება რა. შინადგილეს მე შემეშინდებოდა ინგა. 4 ცეცხლის გაჩინა, 2 დატბორილი მეზობელი და 1 გატეხილი კოდანია ომარიკოს ანგარიშზე. მაგიტო ვარ სულ დაფეთებული ხო? What do you want to eat? ეს ამდენი ინდოელი რა უბედურებაა კაცო. იქით კიდევ არაბები და ისინი იდგნენ კაცო ირანელები ჯგუფად ხო. არ ქართულ მოყოფილო ქალბატონო. როგორ არ ვარ ქალბატონო, ჩემ გვერდზე ცხოვრობენ ინდოელები კორპუსში, გვერდზებინაში, თავიდან ნორმა იქირავა და ეხლა 14 ცხოვრობენ. ან როგორ ეტევიან იმ ოთახიანში მე არ ვიცი. ინგა მან ჩავდე წვენი და ზელატოსები კიდე ამის გარდა. ოღონდ ყველა არ მისცემ მარიკოს, რა ზოგიერთი ჩემია. ამ ბორდოს რაღაც სამალავი გაჩნდა სახში და ვეღარ პულობ ხოლმე ისე მალავს. უი არიცი ჭურჭლის არის მაგანაში მალავს ხოლმე, გუში რო გაროთ ჭურჭელი და გადმოვალაგე, გამოყვა შენი აკაპებული ზელატოსზე. Максим, я больше не могу. Держи, пожалуйста. სუპერმარკეტია ეს თუ ბაბილონის გოდოლი რა უბედურებაა კაცო. უმრიკური ყავს. ხო. მომაგ ზელატოსები კი? რამდენი? 2 ცალი მომაგ. კაი. აუ ნახე რა მხილარი გია. მე რა ხო იცი რაც უნდა გნეჟაკეთ თულა გერ წამომიყია. ამოიდე მიდი მუსოში დაგვითმობენ გზას. მიდი. უკაცრავად ხო ვერ დაგვითმობდით ადგილს ფეხმძიმე მეგოგონაა და აუ ის მაგარი რაღაცა მოიფიქრე. აუ იქ დირმა და მაგარიან. რა ქნი ახლა მუსლი დამინახავენ. გამარჯობა გოგოებო, როგორ ხართ? ფაიმის მუცელში. კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, ფაიმი ძალიან ცხელა დღეს, ხო? ხო, დღეს გამოაცხადეს ტელევიზორში, რომ ამ სიცხეებმა ფეხების დასიება იცისო, ხო, და მუცლის. არ ვარ ბიბურსულად, არა დამშვიდი. და ჭორები გააღწევეს რა, ბაძალამადგანეთ რა. მე ჩემი ზელატოსია და მომე. გამეწალი კაცო კიდე გაგზიანებული ვარ რა. მაინდე როგორ ხართ? სახშია ხო თიკო? კი სახშია შემოდით. ცევიყავი გავიკეთე გოგოები მოდიანო გამაფრთხილა. ოთახშია. აუ, მაინდე ეს დივანი იქით არის გახოლმე და ეს კარატე იქით. დიზაინი შეცვალეთ? თქვენმა დაკალმა შეცვალა ეს ხო? ამ ბოლო დროს დიზაინებზე და ეგეთ რაღაცებზე მელაპარაკება და მეც კი მომწონს პრინციპში რაღაცნაირად სივრცე გამოჩნდა, ხო? შეიტყიდე ოთახში და მოგიტან ტყავებსაც ეხლავე. თიკო რა შვები? გოგო დიზაინერობა დაიწყე ოთახი რო შეგიცვლია? გოგო ხო იცით რომ მომწონდა ეგეთი რაღაცეები რა, ნუ ეხაც მომწონს. რამე კურსის გავლაცაც კი ვფიქრობდი, რა ინტერიერზე დიზაინიან რამე. აუ იქ ძალიან მაგარია, გინდა მოგიძებნო? ამაცინათ შემთხვევა რაღაც მსგავსი. აუ ვერ წვით ტუალეტში გავალ რა, ჩემ გარეშე არ დალიოთ ყავა იცოდე. აი ნახიობა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იმ ძალიან ცნობილები არიან რა. თან უწერიათ რომ აგვისტოში ყველა კურსზე აქვს 30%-ამდე ფასდაკლება. აუ თიკო რა ნერდი შეცვალა ეს სახლი. ტუალეტის მაგრო დაივანზე გავედი, გამომყევი რა. აი ეს ცივიყავები აქ არის ანასტასია და მოვლენ ესენიც. შვილო, ამ ჩემ შვილს უნდა მეგონი რაღაცა კურსის გავლა. ოღონ ამან რამე მოინდომოს და მე გადავუხდი ფულს, რა თქვენ აი мотиваცია მიეცით რა გეხვეწები. აი ინტერიერის დიზაინი ძალიან მოეწონებოდა მაინადი და თან უნაინაც აი და ადგილზე მისვლაც შეუძლია, ფასდაკლებაც გქონიათ. ეხლა ჩაგიგდებთ მე თქვენი მესენჯერზე მაგ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს. ой, მოვიდეთ ცივიყავები, იმედიათ ეკლა უნიტას მაინც მიაკნებს. გოგო იქ დატოვე? მიდი თორე შენ ოთახს მეგრეთ მამა შენ შეუვარდება საძინებელში.